გამარჯობა. მე ვარ სასწორი და ბოსტნეული მიყვარს. მე ვარ თევზები და ზღვის პროდუქტები მიყვარს. მე ვარ ტყუპები და ცომეული მიყვარს. მე ლომი ვარ და მიყვარს ჭამა, ყველაფერს. საკვებისადმი დამოკიდებულება ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვანაირი აქვს. ცეცხლის ნიშნები ვერძი, ლომი და მშვილდოსანი ძირითადად მათთვის არის აუცილებელი ცილოვანი საკვები, რაც შეიძლება მეტი და პირველ რიგში ხორცეული წინა პლანზე მოდის. რაც შეეხება მიწის ნიშნებს, აქ შედის ესე კურო, ქალწული და თხის რქა. აქაც ცილოვანი, ოღონდ უფრო მეტი ნახშირწყლოვანი საკვები. მაგრამ განსხვავება არის მაინც იმაში, რომ გამოირჩევა მათგან კურო, იმიტომ რომ პლანეტა ვენერა მართავს მას და კუროს განსაკუთრებით და სპეციფიურად უყვარს ნამცხრები, შოკოლადი და ტკბილეული. იმ ორს ნაკლებად. და შეეხება ჰაერის ნიშნებს, ეს ძალიან მოძრავი ნიშნები არიან. ძირითადად გამხდრები, ტრადიციულად ტყუპები, სასწორი და მერწყული, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მოძრაობენ, მათი გაჩერება შეუძლებელი და ამიტომ კარგი იქნება თუ მათ დაუშვათ ექნებათ ცოტა დიდი რაოდენობით ხილი ბოსტნეული საკვებში, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგად მოქმედებს მაგალითად მათ ნაწლავთა სისტემაზე, ხელს უწყობს აზრების გასუფთავებას, ემოციურ სტაბილურობას მეტად. ეს ამ ნიშნებს აქვს სუსტი ნერვული სისტემა. ფილტვების ზონა, სასუნქის სისტემა, ამიტომ ამას ყოველივეს ძალიან კარგად წმინდავს ხილი, ბოსტნეული. თევზეული მინდა ვთქვა, რომ ასაკულა პირველ რიგში კარგია ყველასთვის, იმიტომ რომ უნივერსალურია და განსაკუთრებით კი წყლის ნიშნის სტიქიების ნიშნებისათვის აქ შედის მორიელი, აქ შედის კერჩხები და თევზები. სამივე პრინციპში კარგი მჭამელია, ზოგჯერ თევზებს უჭერთ ბავშვობაში, მაგრამ მე უფრო მეტად სამივეს უყვარს, სხვათა ყველა სახის საკვები, გინდათ ხორცი იყოს, გინდათ კბილეული იყოს. გეტყვით რამდენიმე კულინარულ ძალიან ძლიერ ნიშნებს, გინდათ მამაკაცები, გინდათ ქალბატონები. რასაკვირველი აქ შედის კურო, აქ შედის კერჩხები, აქ შედის ქალწული, აქ შედის თხის რქა და გარკვეულწილად მორიელი. აი ეს არის დიდი კულინარების ნიშნები. თამთოღრი ივლისი ახლა ძალიან კარგი კულინარი იქნება, ხელი ექნება გადასარევი, კარგი გურმანიც იქნება, კარგი მჭამელი და დამფასებელი საერთოდ აი ესეთი ამ კულტურისა. ყველაზე მეტად მიყვარს ახალი წელი. იმიტომ რომ გოჯია ახალ წელს. რაც შეეხება ვახოს, ლომი ძალიან იჭერია, სხვა საქმეა რომ ზარმაცია, ეზარება და ურჩევნია რომ მას მოემსახურონ ვიდრე თვით მან. რაღაცნაირად ჰავა რა იმენა აღარ შემიძლია. მაგრამ თუ მოინდომა უნიჭიერეს, იმიტომ მზე მარტო ლომს მართავს. ამიტომ პოტენციალი აქვს არნახული სხვა საქმე რამდენად იყენებს ამას. სწორედ ამ ინგრედიენტების გამო ვამზადებ ამ კერძს. всё, დავიწყეთ, დავай. საერთოდ ჯობია რომ თამთან ვახო არ შეუშვას სამზარეულოში, ჩემი რჩევა, რომ ეს უნდა იყოს მისი პრეროგატივა. ერთი წუთი მოხო. არა, მოხვიდა. ვახო. თუ შევა იქ დაიწყებს განკარგულებებს და ნერვებს მოუშლის მას, ხო? ძმარიც ძალიან ცოტა, ხო? კარტოფილი მომეცი მე. კარტოფილს მოვამზადებ. და ჯობია, ამიტომ ეს ასპარეზი მას დაუთმოს მთლიანად, სამაგიეროდ არ ინანებს. ყველაფერი იქნება უზომოდ გემრიელი და მაღალ დონეზე გაკეთებული. ყველაფერი მზად მაქვს. ველოდებით.